მოგესალმებით ტაბულას ეთერში ჩვენ ვსაუბრობთ რელიგიაზე მე ლევან სუთიძე ვარ გმადლობთ რომ გვიყურებთ დღეს ჩვენთან სტუმრად არის ილიას უნივერსიტეტის რექტორი ფილოსოფოსი გიგა ზედანი გიგა მოგესალმებით დიდი მადლობა სტუმრობისთვის ჩვენთვის ეს პატივია ვუმასპინძლოთ ერთ-ერთი ყველაზე თავისუფალი სივრცის რექტორს რომელიც საქართველოში არსებობს დიდი მადლობა დამატებისთვის ჩვენ დღეს ვისაუბრებთ ლიბერალიზმისა და რელიგიის შესახებ, ამით დავიწყებთ და გადავალთ და მიმოვიხილავთ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის არსებული ურთიერთობების ფორმებს უახლოეს ისტორიაში. პირველი კითხვა იქნება ესეც შემყვანი, ხო? როგორ შეიძლება მოვათავსოთ ერთ სახელმწიფოში სახელმწიფოს ლიბერალური პოლიტიკა და ეკლესია, რომელიც ამ პოლიტიკას დიდწილად პირდაპირ ან იღრიბად ეწინააღმდეგება. მოდი დავიწყოთ ისტორიული მცირე მიმოხილვით. იმიტომ რომ ლიბერალიზმი როცა გაჩნდა როგორც რეაქცია რაღაცა მიმდინარეობაზე და ეს მიმდინარეობა იყო მე-16-17 საუკუნეში პოლიტიკური აზრი, რომელიც ამოსავლად იღებდა ეგრეთ წოდებულ ნაციონალურ ინტერესს, ან როგორც ფრანგულად ამბობენ ხოლმე raison d'être. ეს იყო პოლიტიკური აზრი, რომელიც თვლიდა, რომ სახელმწიფო თავის მიზანი უნდა ყოფილიყო და მიზანი იყო სახელმწიფოს რესურსების მაქსიმიზაცია. ანუ სახელმწიფოს მიერ მთელი საზოგადოებრივი სფეროს მოცვა. და ლიბერალიზმი გაჩნდა როგორც რეაქცია ამაზე და როგორც მიმდინარეობა, რომელიც თვლიდა, რომ სახელმწიფოს უნდა დაუწესდეს გარკვეული საზღვრები, შინაგანი საზღვრები, როგორც არის მაგალითად ეკონომიკური ლიბერალიზმი, რასაც ლაპარაკობდა და გარეგანი საზღვრები, რასაც ლაპარაკობდა პოლიტიკური ლიბერალიზმი, ანუ იგულისხმება ადამიანის თავისუფლება, რომელიც დაცულია ბუნებითი კანონით და ასე შემდეგ. სად ჩნდება ახლა რელიგია? რელიგია ჩნდება ზუსტად ამ მომენტში, იმიტომ რომ ლიბერალი მოაზროვნეები, კლასიკური ლიბერალიზმის წარმომადგენლები ხვდებიან, რომ შეუძლებელია სახელმწიფოს დაუწესოს საზღვრები, თუ არ გამიჯნა მასე რელიგიისგან. და ეს გამიჯნა არ ხდებოდა ისტორიულად არსებობს ესეთი პოლიტიკურის და თეოლოგიურის გადაჯაჭვულობა, რომელიც იღებს ძალიან უხეშად რო თქვა ორ სხვადასხვა ფორმას. პირველი ფორმა თეოლოგიურის დომინაცია პოლიტიკურზე, ხო, რაც ტრადიციულად მაგალითად შუა საუკუნეებში არსებობდა და მეორე ფორმა პოლიტიკურის დომინაცია თეოლოგიურზე, მაგალითად, რომელსაც ადგილი ჰქონდა, თუნდაც იგავ მე-16-17 საუკუნეების ჩანასახოვან ფორმაში მყოფ უკვე აბსოლუტურისტულ თუ შემდეგ უკვე აბსოლუტურისტულ სახელმწიფოებში და შესაბამისად ამ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა გადაჯაჭვას, რომელიც ადგილს არ უტოვებდა ადამიანს საკუთარი თავისუფლების დაარსებისა და ცხოვრებისათვის, ხო? და ლიბერალიზმი მიხვდა ამას, პირველი დარტყმა კლასიკური ლიბერალური მოაზროვნების იყო სწორედ ის, რომ არ იყოს დაქვემდებარებული პოლიტიკური ინსტანცია რელიგიურს. ანუ გაიმიჯნოს ისინი ერთმანეთისაგან, ეს ფილიაცია თუ დამოკიდებულება და მაგალითად ღვთაებრივი ლეგიტიმაციისა მეფის ძალაუფლებაზე იყოს უარყოფილი და ასე დაიბადა ლიბერალიზმი და შესაბამისად ლიბერალიზმი განვითარდა არ როგორც ერთი ჩვეულებრივი რაღაც პოლიტიკური იდეოლოგია, არამედ როგორც მართლობის სისტემა, რომელიც დღემდე არსებობს როგორც ლიბერალური სახელმწიფო და სულ ერთია მას, ასე ვთქვათ, უკვე მის სათავეში კონსერვატორები მოდიან და სოციალისტები, რახან ლიბერალური სახელმწიფო არსებობს, სწორედ ის განსაზღვრავს ლოგიკას მათ შორის, ასე ვთქვათ, დაპირისპირებული იდეოლოგიების მქონე პარტიების მმართველობის. პრინციპში ლიბერალიზმმა რელიგიისათვის ადგილი დატოვა და ეს რელიგიისათვის დატოვებული ადგილი იყო ადგილი, რომელიც გულისხმობდა პირველ რიგში კერძო სფეროს. მაგრამ დაახლოებით მე-20 საუკუნის 70-იან წლების ბოლოდან და ბევრად უფრო მძლავრად 80-იან წლების ბოლოდან მოყოლებული გასაგები გახდა, რომ რელიგია ვერ ეტევა ამ კერძო სფეროში. ეს დაკავშირებული იყო ჩვენ საკუთარ ისტორიასთანაც, ანუ საბჭოთა კავშირის დაცემასთან, განადგურებასთან, იმიტომ რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად ალტერნატივა ლიბერალური დემოკრატიისა გაქრა და შესაბამისად გაჩნდა, ანუ ახლა ტოტალური და გლობალური ალტერნატივა გაქრა, ხო? გაჩნდა კონკრეტული
ლოკალური ადგილობრივი ალტერნატიული პროექტები ნაციონალისტური და რელიგიური ფუნდამენტალისტური. და სწორედ ამ მდგომარეობაში ვარ ჩვენ, მაგალითად ეს რელიგიური ფუნდამენტალიზმი, რომელიც გასა საქართველოში, რასაკვირველია მნიშვნელოვანწილად არის აი ამ დიდი ალტერნატივის დაშლის შედეგი და შესაბამისად საქართველო არ არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც ეს მოხდა, რელიგიურობის აღორძინებას და რელიგიის დაბრუნებას დიაგნოსტიცირებენ მსოფლიოს ძალიან ბევრ ქვეყანაში და რეგიონში და ლიბერალიზმიც დადგა იმ პრობლემის წინაშე, რომ რა უყოს ამ რელიგიურობას, როგორ განმარტოს და როგორ მოაქციოს თავის ჩარჩოებში. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შედეგი, რომელიც მივიღეთ, ის არის, რომ ჩვენ უნდა განვასხვაოთ ერთმანეთისაგან სეკულარული სახელმწიფო და სეკულარული საზოგადოება და აი ამით უკვე ჩვენ მივუახავთ იმ შეკითხვას, რომელიც ჩვენ თავდაპირველად დასვი. არ არის აუცილებელი სეკულარულ სახელმწიფოში სეკულარიზებული საზოგადოება არსებობდეს. ამერიკის შეერთებული შტატები არის ამისი ძალიან კარგი მაგალითი, ხო? და სადაც უფრო მაღალი მაჩვენებელიც კი არის ღვთისმსახურებაზე დასწრების, ხო? ჩვენთან მაგალითად სადღაც 15-20% დადის კვირაში ერთხელ მაინც ღვთისმსახურებაზე, ამაში იგულისხმებიან მუსლიმებიც და ჰეტეროდოქსებიც, ასე ვთქვათ, ხოლო 40% ამერიკელთა ამბობს ბოლო გამოკვლევებით, რომ ის კვირაში ერთხელ მაინც ესწრება ღვთისმსახურებას, ანუ ჩვენზე უფრო პრაქტიკოსიერია რელიგიის თვალსაზრისით. სრულად გეთახმები ამაში ნამდვილად და საკითხი ასეთია, როგორ უნდა იქნეს მოაზრებული ამ სეკულარული სახელმწიფო, სეკულარული საზოგადოების ურთიერთმემართება. და საბოლოოდ დღევანდელი ლიბერალური აზროვნება ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე არის ასეთი, რომ ჩვენ ვერ დაუშლით რელიგიას, რომ მას ჰქონდეს მონაწილეობა საჯარო სივრცეში, მაგრამ სახელმწიფომ არ უნდა მიიღოს არგუმენტი, რომელიც დაფუძნებულია მხოლოდ რელიგიურ შინაარსზე. ანუ ყოველი რელიგიური კონფესიის წარმომადგენელს უნდა მიეცეს საშუალება თარგმნოს თავისი არგუმენტი ღირებულებების შესახებ გასაგებ ენაზე ყველასათვის, მათ შორის მათვისაც, ვინც არ იზიარებს ამ კონფესიას თუ რელიგიის აღმსარებლობას, ხო? შესაბამისად, მხოლოდ აი ამ კედლის აშენების შედეგად, მხოლოდ ამ სათარგმნელი სივრცის გაჩენის შედეგად ჩვენ შეიძლება ვილაპარაკოთ ლიბერალურ სახელმწიფოზე, რომელიც ნეიტრალურია იმ საზოგადოებაში არსებული სხვადასხვა რელიგიების, აღმსარებლობის, კონფესიების მიმართ. აი ეს არის ის მოდელი, რომელსაც დღევანდელი ლიბერალური აზრი აფუძნებს, შეიძლება ასე თქვას. ახლა რა გვაქვს, არა? ჩვენ ვისაუბრეთ უკვე შეეხე ამერიკას და საქართველოს. საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას აქვს დაახლოებით 91%-იანი რეიტინგი, როგორც პირადად მის საჭეთმყრობელს, ასევე მთლიანად ინსტიტუციას. ასეთი მონოლითი ამერიკაში არ არსებობს, ასეთი მძლავრი ინსტიტუტი, ასეთი აბსოლუტური უმრავლესობის მატარებელი. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ძალიან ხშირად გამოიყენებოდა ხოლმე, თქვა წინა ხელისუფლების მიერ ლეგიტიმაციის ინსტრუმენტად, არა? თუ შეგვიძლია გავიხსენოთ გელაჩიფიცის დადება მიხეილ სააკაშვილის მიერ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რა ფორმაა ეს ურთიერთობის სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის, რომელი დომინირებს ერთმანეთზე ჯერჯერობით, ან როგორ იცვლებოდა ეს სურათი და და როგორია აი შიდა რა ძალები უპირისპირდებიან ერთმანეთს, ხო? ვთქვათ, ეს არის რაღაც მოდერნულობა, რომელიც თავს ახვევს რაღაცას ეკლესიას და ეკლესია ამაზე რეაგირებს, ისე როგორც ეს მოდერნიზმა განსაზღვრა, ვთქვათ, თუ საპატრიარქოს აქვს რაღაცა ჩამოყალიბებული იდეა, უკვე მზასურად იმისა რა უნდა და აი ამით ორი იდეა ეწინააღმდეგება ერთმანეთს, თუ ეს არის რეაქცია, აი
ეს მრავალი კითხვა ერთ მაშინ ჩატეული. მეტყვილ არ დავიწყე, აი ამ ცოტა არ იყოს გრძელი შესწავლით, საქმე ისაა, რომ თუ ამ შესავალში გამოყენებულ ცნებებს გავითვალისწინებთ საქართველოს მაგალითზე, ჩვენ მივიღებთ მდგომარეობას, როდესაც ჩვენ არც ერთი არსებული ინსტიტუცია, არც სახელმწიფო და არც ეკლესია არ აღიარებს რეალურ თავის ქმედებებში გაყოფას პოლიტიკურს და თეოლოგიურს შორის, უბრალოდ ცდილობს, რომ სახელმწიფო რომ თეოლოგიური დაუქვემდებაროს პოლიტიკურს, ხოლო ეკლესია ცდილობს, რომ პოლიტიკური დაუქვემდებაროს თეოლოგიურს. ეს არის ძალიან საინტერესო რაღაც, იმიტომ რომ რასაკვირველია გამონაკლისები არის ხოლმე გარკვეულ ჟესტებში, რომელიც გადაუდგამს ბოლო 25 წლის განმავლობაში არსებულ ხელისუფლებებს, მაგრამ ძირითადად არის, რომ სახელმწიფო ცდილობს ეკლესია საკუთარი ცერემონიული განზომილების ლეგიტიმაციის ინსტანციად წარმოადგინოს, ხოლო ეკლესია ცდილობს, რომ სახელმწიფო მანქანა დაუქვემდებაროს თავის გავლენას. იმიტომ რომ ეს ორი ინსტიტუტი ხო სწორედ ამით განსხვავდება ერთმანეთისგან, ხო? სახელმწიფო ეს არის ინსტიტუცია, რომელშიც არის ძალაუფლება, ხოლო ეკლესია არის ინსტიტუცია, რომელშიც არის გავლენა. ეს სხვადასხვა რაღაცებია. თეოლოგიურია. აი ამ ინსტიტუციის. ეხლა დაუბრუნდები ამას ჯერჯერობით ცოტა უფრო ესეთი საფუძველ მდებარე განსხვავებები გავატაროთ, ხო? იმიტომ რომ ძალაუფლება რა არის? ძალაუფლება არის ბრძანების მიცემის შესაძლებლობა მხოლოდ ადგილის გათვალისწინებით. შეიძლება ადამიანი მის ბრძანებას იძლევა, სულაც არ იყოს ავტორიტეტული, მაგრამ ეს ბრძანება შეასრულებელია. მაშინ, როდესაც ეკლესიას აქვს გავლენა, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს არის მხოლოდ დაფუძნებული მის ავტორიტეტზე. ანუ არანაირია ვალდებულება მისი რჩევების თუ თხოვნის გათვალისწინების არ არსებობს, მაგრამ სწორედ იმიტომ, რომ ავტორიტეტის მფლობელია ინსტიტუციას და მისი საჭედპყრობელიც, ამიტომაც ეს თხოვნები თუ სურვილები სრულდება, ხო? ეხლა ჩვენ გვაქვს სიტუაცია, როდესაც დაახლოებით ბოლო 10 წლის განმავლობაში არსებობდა ობიექტური განსხვავება მიზნებში. სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის. მე ვიტყოდი, რომ არა მარტო 10, ბოლო შეიძლება 15 წლის განმავლობაშიც კი, ანუ რაც უფრო იხსნებოდა საქართველოს გარე სამყაროსათვის და რაც უფრო ცდილობდა თვითონ დამსგავსებოდა თანამედროვე სახელმწიფოს საზოგადოებას, მით უფრო შორდებოდა სახელმწიფოს ინტერესები და ეკლესიის ინტერესებს. და სწორედ აი ამ განსხვავების პერიოდში ვერ მოიძებნა სურვილი თუ ენერგია, რომ ეს ორი ინსტიტუცია ერთმანეთთან გამიჯნულიყო. მე ვიტყოდი ასე, რომ ლიბერალიზმი და ლიბერალები უნდა ყოფილიყვნენ იმ ინსტიტუტის მხარეს, რომელიც დაიწყებდა გამიჯვნას. სულ ერთი იქნებოდა ეს თვითონ შინაარსობრივად ეს ინსტიტუტი რა ტიპის მოძღვრებას შემოგთავაზებდა. თუნდაც ის ყოფილიყო ფუნდამენტალისტური, მაგალითად ეკლესიის, ხო? ლიბერალები უნდა ყოფილიყვნენ ეკლესიის მხარეს, იმიტომ რომ ეს გამიჯვნა სტრუქტურული იქნებოდა ბევრად უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ის თუ თავად ეკლესიაში რა ითქმის. მაგრამ ეს არ მოხდა. არც ერთმა ინსტიტუტმა არ ისურვა მეორეს გამიჯნოდა და ამიტომაც დღევანდელი მდგომარეობა ეს არის თეოლოგიურ პოლიტიკური ერთიანობა, ოღონდ დავა არსებობს იმაზე, რომელი იქნება უპირველესი, თეოლოგიური თუ პოლიტიკური. აი ეს არის საკითხი, მე არიან ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ პოლიტიკურის დომინანტობა უკეთესია, იმიტომ რომ ეს მაინც სეკულარული ინსტანცია, მაგრამ თუ ეს სეკულარული ინსტანცია აღჭურვილია რელიგიური ლეგიტიმაციით, მაშინ პრინციპში შეიძლება ითქვას, რომ დიდი განსხვავება აქაც არ არის, ხო? ანუ თავარი ლიბერალიზმის გადმოსახედიდან არის არა ის, რომელი ჯობს ერთი მეორეს, არამედ ის, რომ როგორმე მათი გამიჯვნა მოხდეს. და თუმცაღა ობიექტურ ინტერესებში ეს გამიჯვნა მოცემულია, ხო? ფაქტია, რომ სახელმწიფოს, რომელიც მაგალითად მინისტრებს ევროპისაგან, სულ სხვა რამ უნდა, ვიდრე ეკლესიას, რომელიც ხადაგებს იმას, რომ ერთიანობის ძველი იდეა უნდა აღდგეს და შესაბამისად ნებისმიერი გაყოფა რელიგიას, მეცნიერებას, ხელოვნებას, სამართალს, პოლიტიკას, ეკონომიკას შორის არის მიუღებელი, ხო? იმიტომ რომ ეს გაყოფა სინამდვილეში უნდა გაერთიანდეს რაღაც ერთში, რომელიც იქნება რელიგიურად მოტივირებული. მიუხედავად ამისა, არც ერთი ინსტიტუტი არ ამბობს, რომ უნდა მეორეს გამოიყოს. არც ერთი ინსტიტუტის
არც ბოლომდე შეერწყას, ხო, მაგალითად ქრისტიან დემოკრატებს ჰქონდათ ასეთი ინიციატივა, რომ მართლმადიდებლობა გამოეცხადებინათ სახელმწიფო რელიგიად, ხო? ადრეულ დროს. საქართველოს საპატრიარქომ განაცხადა, რომ მას არ უნდა მართლმადიდებლობა იყოს საქართველოს სახელმწიფო რელიგია, რა. ისინი უარს ამბობენ იმაზე, რომ ისინი რაღაც უფრო ერთი შეხედვით მაღალ სტატუსში ავიდნენ. თქვათ ჩვენ ვახსენეთ, რომ თქვათ ეწინააღმდეგება ეს ინსტიტუტი ევროპულ გზას, ჩვენ ვნახეთ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის სადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე კათოლიკოს პატრიარქი, რომელმაც თქვა, რომ ევროპისკენ სულ უფრო მეტ ნაბიჯს დგამთ, ხო? შტეფან ფულესთან შეხვედრის დროს მან განაცხადა, რომ აი ვიღაცებიო ჩემზე ამბობენო, რომ ჩვენო არ გვინდაო ევროპაო და ეს ტყუილიაო, ხო? ანუ საჯარო გამოხატვისას კათოლიკოს პატრიარქი, ისევე როგორც ეს ინსტიტუცია მთლიანად, აი რამდენადაც რაც შეიძლება მეტყველებდეს ამ ინსტიტუციის ერთიან აზრზე, პირდაპირ არ ეწინააღმდეგება ევროპულ არჩევანს გზას და მეორე მხრივ პირდაპირ თითქოს არც სურს შეერწყას სახელმწიფოს. ეს როგორ ავხსნათ? ესე იგი პირველი გასაკუთრებია შერწყმა არ სურს, მას სურს რომ სახელმწიფო აკონტროლოს და არა შეერწყას მას და ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა ერთიანობის იდეა არის იმისათვის რომ გავლენა სახელმწიფოს იყოს გადამწყვეტი რელიგიური ინსტიტუციისა ეს არის მნიშვნელოვანი მაგრამ მეორე ძალიან მნიშვნელოვანი რამე რომ რა არის ამ გავლენის წყარო ამ გავლენის წყარო არის საკუთარი ერთიანობა ანუ იდეა რომლის მიხედვითაც სრულად ერთმანეთსგან პარტიული თუ სხვა ნიშნით გამოყოფილი ადამიანები ქართველები ერთიანდებიან ერთადერთ სივრცეში და ეს არის ეკლესია. ამიტომ ეკლესია ვერ დაუშვებს ვერანაირად რომ დაუპირისპირდეს რამენაირად ამ ერთიანობას, იმიტომ რომ ის დაკარგავს თავისი გავლენის ყველაზე დიდ ნაწილს. ამიტომაც ეკლესია მუდმივად იქნება უმრავლესობასთან და შეიცდება ყოველი განსხვავების არსებობა წაშალოს, რადგან ეკლესიის თავარი ძალა არის სწორედ იმაში, რომ ის წარმოშვებს აი გამაერთიანებელ წარმოსახვით სივრცეს, რომელიც რეალობაში არ იძებნება. აი ეს არის პრობლემა. სამწუხაროდ ისეც მოხდა, რომ სახელმწიფომ ასეთი სივრცე ვერ შექმნა ბოლომდე და დღეს ჩვენ არ გვაქვს განცდა, რომ აი სახელმწიფო იდენტობა მოქალაქეებისათვის არის ისეთი იდენტობა, რომელშიც გაერთიანებული იქნებოდა ყველა, ისე ხდება ხოლმე, რომ სახელმწიფოს იყენებენ პარტიული ინტერესებისთვის, მაგალითად ხო, და სახელმწიფო მაგალითად დაკავშირებული იგივე ერთ რელიგიური ინსტიტუტთან ვერ იქნება თანაბრძოლოვნად თანასწორი სხვა რელიგიური ინსტიტუტის წარმომადგენლებისათვის და ასე შემდეგ, ხო? ამიტომაც აი ეს იმაგინარული სივრცის წარმოშობა ეკლესიისთვის იყო ალბათ ყველაზე დიდი რესურსი და ის ყველანაირად შეიძლება რომ ეს არ დაკარგოს, ამიტომაც არასოდეს ღიად ეკლესია არ დაუპირისპირდება საზოგადოების უმრავლესობის არჩევანს თუნდაც რომ ეს არჩევანი რაღაცა თქვა ორიენტაციის დონეზე ეწინააღმდეგებოდეს იმ წარმოდგენებს, რომელიც არსებობს ამ რელიგიურ ინსტიტუტში. კი, აქედან ვიღებთ შემდეგ გამონათქვამებს, რომ ანუ ევროპაში კი უნდა შევიდეს, უბრალოდ ევროპა უნდა გადაკეთდეს და მოგვერგოს, ან მიგვიღოს ისეთები, როგორებიც ვართ, ხო? რაც არის შემთხვევები, როცა ეწინააღმდეგება იმას, რაც არის ევროპა, რა. მოდი ასე ვთქვათ, რა გავლენა აქვს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას საზოგადოებაზე და სახელმწიფოზე. სადამდე შეიძლება მივიდეს ეს გავლენა, იმიტომ რომ მე რატომ გეკითხებით ამას, ხო? იმიტომ რომ ჩვენს გადაცემას შესაძლოა უყურებენ ის პოლიტიკოსები და ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც ძალიან გულწრფელად აღიარებენ ხოლმე პირად საუბრებში, რომ მათ არ შეეძლოთ სეკულარობის მხარდაჭერა, იმიტომ რომ ისინი დაკარგავდნენ ელექტორალური მნიშვნელობის უდიდესი ორგანიზაციის მხარდაჭერას. სად შეცდა ეს ადამიანი, ეს პოლიტიკოსი, სად შეცდა, შეცდა მაშინ, როცა 200 მილიონს აძლევდა ეკლესიას 9 წლის განმავლობაში. 200 მილიონია. 200 მილიონია Transparency International-ის კვლევის მიხედვით, 9 წლის მანძილზე საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადაურიცხა 200 მილიონი და აურაცხელი ქონება, მიწები თუ სხვადასხვა პირად უძრავი თუ მოძრავი ქონება საქართველოს საპატრიარქოს. სად შეცდნენ ეს ადამიანები, როგორ შეეძლოთ
ურთიერთობა ჰქონოდათ აი ამ ინსტიტუციასთან, რა გააკეთეს და რა ვერ გააკეთეს და აი ახალმა ხელისუფლებამ რა შეიძლება შეცვალოს, იმიტომ რომ ერთია მოუწოდებდა სახელმწიფოს გადადგას ნაბიჯები, მეორეა ის რომ მას ეშინია დაკარგოს საერთოდ ამ ნაბიჯების გადადგმის შესაძლებლობა. ძალიან კარგი კითხვა მართლა, იმიტომ რომ ჩემი აზრით ძალიან ფუნდამენტური შეკითხვა დღევანდელი სიტუაციის შესახებ. ისე ხდება ხოლმე, რომ ჩვენ რეცეპტებს ვიძლევით ამ სიტუაციიდან გამოსავლის შესახებ იმის გარეშე, რომ მიუთითოთ კონკრეტულად რა ძალები უნდა იდგეს ამ რეცეპტების უკან, ხო? მაგალითად თუ თქვათ ექიმა გამოუწერა პაციენტს რეცეპტი, მაგრამ პაციენტს არანაირი თანხა არ აქვს იმდროინდელი წამალი იყიდოს, ეს რეცეპტი არის აბსოლუტურად არაფერში არის გამოსადეგი, ხო? ასეთ რეცეპტებს მაგონებს ხოლმე ძალიან ხშირად, ძალიან ბევრი აქტივისტის თუ ექსპერტის საუბარი ამ თემაზე, იმიტომ რომ რეცეპტი არის ხოლმე რომ ასაკულო უნდა გაიმიჯნოს ერთმანეთს სახელმწიფო და ეკლესია, მაგრამ ვერავინ ვერ ამბობს, სად არის რესურსი იმ ადამიანების, რომლებიც ამას გააკეთებდნენ, ხო? გამოწვევა მართლა ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან სერიოზულია. არსებობს ესეთი სტატია ჩემი ერთი მეგობრის, რომელმაც აღწერა საუბარი პოლიტიკურ ლიდერთან, რომელსაც უმტკიცებდა, რომ ის უნდა დაპირისპირდებოდა ეკლესიას და მან თქვა, რომ თქვენ ხართ ეგრეთ წოდებული ერთი მარშრუტკა ხალხი. რატო დაუპირისპირეთ თქვენ გამო ასეთ ძლიერ ინსტიტუტს, ხო? და სრულიად ლოგიკური რაღაცაა, იმიტომ რომ ჩვენ არ შეგვიძლია პოლიტიკურ ელიტას მოვთხოვოთ იყოს უფრო წინ, ვიდრე საზოგადოებრივი ელიტა. ლაპარაკი ხალხზე ამ შემთხვევაში არ არის, მართლაც ტრანზიციულ ეტაპებზე საზოგადოების ცხოვრების შეიძლება პოლიტიკურმა ელიტამ ქვეყანა რაღაცა მიმართულებით წაიყვანოს და ხალხი შემდეგ ამას წაყვას. ეს ერთად ხდება ხოლმე. მაგრამ პოლიტიკური ელიტა ვერასოდეს ვერ გადადგამს ნაბიჯებს, რომლებიც დაკვეთილი არ არის თუნდაც საზოგადოებრივი ელიტის მიერ. და შესაბამისად ჩვენ ამ დაკვეთას ასე ძლიერად ვერ ვხედავთ, ხო? ამიტომაც პოლიტიკოსი ყოველთვის პრაგმატულად არჩევს შეეკრას იმ ძალას, რომელიც მართლაც ელექტორალურად მნიშვნელოვანია, ვიდრე რაღაცა ღირებულებითი წარმოდგენები დაუკმაყოფილოს იმ ძალას, რომელიც თვითონაც კი ვერ ახერხებს ვერანაირ გავლენის მოხდენა საზოგადოებრივ ცხოვრებაზე, ან ყოველ შემთხვევაში ახერხებს ძალიან სუსტად. ეს არის სწორედ იმისი ახსნა, რატომ ვერ ბედავენ პოლიტიკოსები დაუპირისპირდნენ რელიგიური ინსტიტუტის გავლენის იმ ასპექტებს, რომლებიც თუნდაც ძალიან პრობლემურად მიაჩნიათ, ხო? მე სხვადასხვა მეგონა რაღაცა პერიოდში, მაგალითად 17 მაისის შემდეგ, რომ იმდენად მძლავრი იყო ეს პოლიტიკური გავლენა ეკლესიისა, რომ პოლიტიკურ ელიტაში მოხდებოდა გარკვეული კონსენსუსის გამონახვა, რომ იმისი გაგება, რომ ეს ინსტიტუტი ემუქრება მათ ძალაუფლებას და შესაბამისად მოხდებოდა თუნდაც რაღაცა ტიპის ერთიანი პლატფორმის შემუშავება იმის გათვალისწინებით, რომ არჩეულ პოლიტიკოს ძალაუფლება ბევრად უფრო ისჭირდება და მისთვის ბევრად უფრო პრობლემატურია, ვიდრე არარჩეულ რელიგიურ ინსტიტუტის წარმომადგენელს, რომელსაც რაც უნდა შეუძლია ის გააკეთოს და ვერავინ ვერ მოკითხავს პასუხს, ხო? მაგრამ მე როგორც ხედავ, ეს ჩემი ასე ვთქვათ ჰიპოთეზა იყო ზედმეტად ოპტიმისტური, ანუ მე მგონია, რომ ეკლესიის პოლიტიკური გავლენა ბევრად უფრო დიდხნიანი იქნება, ვინდა თუნდაც არსებული ხელისუფლება, ხო? ეს ნამდვილად ის არ დასრულებულა კი არა და მე მგონი გაძლიერდა კიდევაც ხელისუფლების ცვლის პერიოდში 2012 წელს და მე ვერ ვხედავ ვერანაირ ნიშანს იმისა, რომ ის დასუსტება შემდეგი ხელისუფლების ცვლის შედეგად, როგორიც არ უნდა იყოს მისი კონფიგურაცია. საქმე ის არის, რომ ჩვენი საუბრები აქ, თუნდაც ჩვენი კრიტიკული გამოსვლები, რასაკვირველია მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ისინი ქმნიან რაღაც საზოგადოებრივ აზრის მსგავს, მაგრამ ეს ძალიან სუსტი мотиваცია პოლიტიკოსისთვის, რომელიც უყურებს ბევრად უფრო დიდ ელექტორატს და რომელსაც ჭირდება ბევრად უფრო მეტი ხმის მოზიდვა, ვიდრე უბრალოდ მოლაპარაკებები თავები არიან, რომლებიც თუ ჩვენ ხო ეს რაღაც ბაკულას ღორებივით, ხო, პატრონი რო გვყავს ხოლმე, ძალიან ხშირად გავიქცევით ხოლმე და ველაპარაკებით ელჩებს, მაგალითად ველაპარაკებით დასავლურ სახელმწიფოებს. ეს მუშაობს?
ანუ ეს ხო ვერ გადაწონის მხოლოდ საქმე ის არის რომ საქმე ეგ ძალიან საინტერესო რაღაცა დასავლური ინსტიტუტების გავლენა სწორედ ამ სფეროში არის ძალიან მინიმალური. იმიტომ რომ ძალიან იშვიათად რომ საერთაშორისო ორგანიზაციამ ან დასავლური ქვეყნის წარმომადგენელმა საჭირო ჩათვალოს, ჩაერიოს რელიგიასთან დაკავშირებულ საკითხებში. მითი რასაკვირველი არსებობს თითქოს ვიღაცა ამერიკელები თუ ევროპელები ჩვენს რელიგიას ებრძვიან, მაგრამ სინამდვილეში ნებისმიერ ადამიანს რომელს ულაპარაკია აკადემიური თუ დიპლომატიური თუ რომელი კორპუსის წარმომადგენელთანაც გინდა სწორედ ამ შესაბამისი ქვეყნებიდან მან იცის რომ უაღრესად დიდი სკეპტიციზმი არსებობს რელიგიური ინსტიტუტების კრიტიკის მიმართ და არსებობს გარკვეული ესეთი ტენდენცია რომ ეს პრობლემატიკა არ აღიქონ სერიოზულად, ну მხოლოდ აი ძალიან ნათელ მაგალითებს როგორც იყო 17 მაისი ან როგორც არის მუსლიმების დევნა, რაც გასაგები ხდება რომ აი ეს მართლა დიდი პრობლემაა. უმეტეს შემთხვევაში დასავლეთში განსაკუთრებით ევროპაში, მაგრამ ასევე ამერიკაშიც რელიგიური დინამიკა არ აღიქმნება პრობლემად არც ამ ქვეყანაში და არც ამ რეგიონში. ამიტომაც ესეც კი რასაკვირველია ძალიან ხშირად ხდება ხოლმე ისე რომ ადამიანის უფლებების დაცვის საქმეში სწორედ საერთაშორისო თანამეგობრობა ასრულებს იმ როლს რომელიც უნდა შეასრულოს სამოქალაქო საზოგადოებამ, ხო? ესე ხდება ხოლმე სამოქალაქო საზოგადოებას ლეგიტიმაციას იღებს აი საერთაშორისო თანამეგობრობიდან სწორედ მასთან მიდის და აი ამ ზემოდან ზეწოლით ხდება იმისი გაკეთება რაც სინამდვილეში ქვემოდანაც გრასრუტის ზეწოლით უნდა გაკეთებული იყო, ქვეწოლით ხო შეიძლება. მაგრამ ეს არის ის საკითხი, სადაც პრინციპში ასეთი რამ ძალიან იშვიათად ხდება, იმიტომ რომ რელიგიური დინამიკა არ აღიქმება დასავლეთისათვის ასეთი პრობლემად. სწორედ იმის გამოც რომ არ არსებობს ცოდნა ამ დინამიკის შესახებ, ხო? ძალიან რთულია უთხრა და დაუმტკიცო და ნათელი გახადო მოსაუბრეს, რომელიც არ არის ჩახედული ამ საქმეში, რომ მაგალითად რელიგიური დინამიკა საქართველოში არის გამონაკალისი და რომ ის ბევრად უფრო ძლიერია ვიდრე რეგიონის სხვა ქვეყნებში. ეხლა სხვადასხვა ძალიან საინტერესო ახლა დაიწყეს ამისი გაცნობიერება, მათ შორის დასავლური აკადემიური წრეების წარმომადგენლება უკვე დიდი სიამოვნებით ჩამოდიან საქართველოში, იწყებენ კვლევას, იმიტომ რომ ხვდებიან რომ რაღაცა განსხვავებები არის. მაგალითად განსხვავებაა ასეთი, რომ თითქმის არც ერთ ქვეყანაში არ არსებობს ისეთი მაღალი კორელაცია ახალგაზრდებსა და რელიგიურობას შორის, როგორც საქართველოში. ანუ რასაკვირველია ესეთი ქვეყნები არსებობს, მაგრამ თვით მუსლიმანურ ქვეყნებშიც კი, ისლამურ ქვეყნებშიც კი კორელაცია ახალგაზრდობასა და რელიგიურობას შორის არის უფრო დაბალი, ვიდრე ჩვენთან. ეს არის ძალიან საინტერესო, ეს ნიშნავს იმას, რომ შემდგომი თაობა ბევრად უფრო რელიგიური აღმოჩნდება, ვიდრე არსებული თაობაა, ხო? თუ ჩვენ დღევანდელი თაობის, ასე ვთქვათ, პრობლემებზე ვსაუბრობთ რელიგიური დინამიკის კონტექსტში, წარმოიდგინეთ რა შეიძლება მოხდეს შემდგომში, ხო? ანუ ეს ყველაფერი არ არის გაცნობიერებული, ეხლა ხდება ამისი გაგება და ჩვენ ჯერ კიდევ არ გვაქვს ადეკვატური ენა და ადეკვატური ცოდნა იმის გასაგებად, რაც საქართველოში ხდება. აი მე ვიტყვი ანუ ის მითები რომ ახალგაზრდობა შემოbrunდა ბუმერანგივით, ხო? როგორც ამბობენ ხო, ოპტიმისტი ლიბერალები ამბობენ ხოლმე, რომ აი ახალგაზრდებს ყელში აქვთ ამოსული რაღაცები, რომ ახალგაზრდები გვიშველიან, გვიხსნიან, მაგრამ მეორე მხრივ უყურებ კვლევას და ხვდები, რომ დაახლოებით 59% ნახევარი მიიჩნევს, რომ პოლიტიკოსი არ შეიძლება იყოს სახელმწიფო სათავეში, თუ მას არ სწამს ღმერთი. მაგალითად, ხო? ჩვენი ახალგაზრდობა იქნება ძალიან პოლარიზებული ახალგაზრდობა, იქნებიან ისინი, ვისთვისაც ლიბერალური სახელმწიფო არის ერთ-ერთი ბუნებრივი ჩარჩო ცხოვრებისა, მაგრამ იქნებიან ისინი, ვინც სულაც არ გაიზიარებს ამ იდეას. მე მგონია, რომ ეს ძალიან საინტერესოა ამ შემთხვევაში მემარცხენეობის აღორძინება, იმიტომ რომ ბუნებრივად, ჩვენ ვიტყვით, რომ ტოტალური ალტერნატივის გაქრობამ გააჩინა ეს ლოკალური რელიგიურობის დინამიკა, მაშინ შეიძლება ამ ჩემი გადმოსახედიდან არარსებული ალტერნატივის გაჩენამ გარკვეული, ასე ვთქვათ, გარკვეულად შეამციროს, ხო ეს დინამიკა. ბატონო, რაღა დროს მარქსია. ხო, ეს ასე ვთქვათ, მე მითხრეს ეს თავის დროზე. თქვენ გითხრეს ეს საკმაოდ მაღალი ტრიბუნიდან. მართალია. მე სხვადასხვა მე ნამდვილად არ ვარ მარქსისტი, თუმცა ვაღიარებ იმას, რომ მარქსი არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი
მნიშვნელოვანი მოაზროვნე, უბრალოდ მე მაქვს ესეთი დამოკიდებულება, რომ მარქსი საჭიროა ყავდეს როგორც მოჩვენება და არა როგორც ზომბი. იმიტომ რომ რეალურად ყველა დიდი მოაზროვნე არის მოჩვენება, ხო, რომელსაც გამოიძახებ და მას ესაუბრები, მაგრამ რეალური გავლენა მას არ შეიძლება ქონდეს და ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ მარქსი ცოცხალია, მას განიხილავენ როგორც ზომბად, რომელიც უნდა დააბრუნო და გააცოცხლო და ამიტომაც მე პლატონს, კანტს, მარქსს, ნიცშეს, ფროიდს განვიხილავ სწორედ როგორც განსაკუთრებულ მოჩვენებებს, რომელთაც საუბარი შეიძლება. მაგრამ სწორედ იმიტომ შეიძლება საუბარი, რომ ისინი მკვდრები არიან და არა ცოცხლები. მაგრამ სწორედ იმიტომ, რომ ისინი არიან ალბათ ყველაზე გავლენიანი მკვდრები, იმიტომ რომ სიკვდილი სულ არ ნიშნავს გავლენის გაქრობას, ხო პირიქით. როცა მნიშვნელოვანი ადამიანი კვდება, მისი გავლენა იმატებს. ამიტომაც ზოგიერთის ყალბი იმედი, რომ რაღაცა შეიცვლება ამ მიმართულებით, მათ შორის საქართველოში ჩემი აზრით სრულად გადაჭარბებულია. ანუ საპატრიარქო კათედრის დაქვრივების შემდეგ, ანუ ინსტიტუციას აქვს ეს კაპიტალი თუ კათოლიკოს პატრიარქს, რომელიც 37 წელია მართავს აი ამ ანდრიას კათედრას. ეს კითხვა ეს რასაკვირველია, ინსტიტუცია ამ კაპიტალს შეინარჩუნებს მნიშვნელოვანწილად. და შესაბამისად გავლენა აუცილებლად იქნება. ილუზია, რომელიც მიხედვითაც აი ეს გავლენა გაქრება, ჩემი აზრით აბსოლუტურად არასწორია, რაც შეიძლება რაღაცა დონეზე მოხდეს პლურალიზაცია მისი, მაგრამ მე პირადად ამის ნიშნებსაც ამ წუთში ვერ ვხედავ, ამიტომაც ჩვენ ლიბერალები თუ არალიბერალები უნდა შევეგოთ იმ სიტუაციას, რომ რელიგია ამ საზოგადოებაში იქნება სერიოზული თემა და ჩვენ უნდა შევძლოთ მასზე სწორი და ღრმა რეფლექსია. პირველ რიგში იმისათვის, რომ შემდეგ სხვა რაღაცები გავაკეთოთ. როგორ მოვახერხოთ ეს? მე მესმის, რომ შესაძლოა სახელმწიფოს რაღაც ძალა გაუჩნდეს მაშინ, როცა რელიგიური სივრცე, თავად რელიგიური სივრცე იქნება პლურალიზებული, არა ხო? ამერიკაში რატომ ნარჩუნდება ეს ბალანსი, არა? როცა ასეთი დიდი რელიგიურობაა და სხვათა შორის არც თუ ისე ლიბერალურ თეოლოგიას იზიარებენ, არა? იმიტომ რომ ისინი არიან ბევრნი. არა, ისინი არიან ბევრნი და არსებობს სხვადასხვა ჯგუფი, რომელიც თან არსებობს, არც ერთს არ აქვს აი ამხელა რაოდენობა, მაგრამ იმისთვის, რომ საქართველოში მომხდარიყო რაღაც დონეზე რელიგიური პლურალიზმის გაჩენა, საჭირო იყო რელიგიურ ჯგუფებს დაეწყოთ ჩემს აზრს გეუბნებით, ხო, მისიონერობა, ხო? ჩვენ რას ვხედავთ? მისიონერობას ვინ შეუდგა იეჰოვას მოწმეები? საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პირველი დარტყმა მივიდა სწორედ მათზე, რა. დანარჩენი ჯგუფები ქრისტიანულ კონფესიებს გულისხმობ, ჩვენ გვყავს სომეხთა სამოციქულო ეკლესია, რომელსაც მისიონერობა საერთოდ არაფერში არ სჭირდება, იმიტომ რომ ეს არის ჯგუფი, რომელიც ეთნიკურობასთან არის გადაჯაჭვული, სომხეთის სამოციქულო ეკლესიაც არ არის, არის სომეხთა, რა, ასე ნაციონალური ნიშნით განსაზღვრავს საკუთარ თავს. მეორე მხრივ გვყავს ეკუმენური რელიგიური ინსტიტუტები, რომელიც ნუ აი სოციოლოგიურად ცნობილია, რომ ისეთ კაპიტალს ვერ აგროვებენ, რომ მყარად იქცნენ. და ყავს კათოლიკე ეკლესია, რომელიც ასევე ზედმეტად ეკუმენურია. მე ამას იმიტომ ვამბობ მაყურებლისთვის გასაგები რომ გახდეს, რომ დასავლეთში გახდა ცნობილი, რომ ყველაზე ასკეტური რელიგიური ჯგუფები ყველაზე მზარდია. ანუ ეკუმენური ჯგუფები იშლება რაღაც თვალსაზრისით, იმიტომ რომ ვერ ინარჩუნებს ამ ძალას, იდეის გარშემო თავს ვერ უყრის, ხოლო ასკეტური სიცხე არ ყოფნის. კი, სიცხე არ, ტემპერატურა არ ყოფნის, არა? აი ამ პირობებში, როცა არსებობს ძალადობა, რა, როცა მისიონერებზე მიდის ძალადობა, როცა ილიას უნივერსიტეტში რაც მოხდა, ხო, როცა ადამიანებს უშლიან, ჩვენ ვდგავართ ძალიან მარტივი პრობლემის წინაშე. გასაგებია, რომ სახელმწიფოსკენ გაშვერილი თითი ხანდახან საკუთარი თავისკენ უნდა შემოbrunდეს და თქვა, რომ ჩვენ უნდა დავორგანიზდეთ, ხო? ასე რომ ვთქვა. მაგრამ როგორ გავაკეთოთ ეს მაშინ, როცა არსებობს ძალადობრივი ფორმა და რა შეიძლება საერთოდ გაკეთდეს, თუნდაც იმის გათვალისწინებით, რომ მივიღოთ მოცემულობად, რომ ეს ძალადობა იარსებებს. როგორ შეიძლება გავიზარდოთ?
რას გვეტყვი მამაოს კითხვა? ეს არის მართლაც კითხვა, რომელსაც მე ესეთი ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ მაქვს. რასაკვირველია, მოწოდება საკუთარი თავისადმი არის ძალიან კარგი და თითოეულმა ჩვენგანმა ძალიან ბევრი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ შეიქმნას სეკულარული სივრცე, რომლის შიგნითაც შესაძლებელი იქნება რელიგიაზე დისკუსია. აი ეს იქნებოდა ჩემი პირადი ასე ვთქვათ, ამოცანა და სურვილი და ნატურა ხო შეიძლება ასე ითქვას, იმიტომ რომ ჩემი აზრით მხოლოდ სეკულარულ სივრცეში შეიძლება ადეკვატური გაშლა არა მხოლოდ სეკულარული აზრების, არამედ რელიგიურისაც, იმიტომ რომ რელიგია კონცენტრირდება მხოლოდ საკუთარ თავზე და ბევრად თუ ინტენსიური ხდება და კარგავს ექსტენსიურს, მაგრამ ინტენსიური ხდება და ბევრად თუ ახლო არის იმასთან, თუნდაც რასაც ვთქვათ, პირველი საუკუნეების ქრისტიანობა გულისხმობდა, ხო? ეს არის ერთი. მეორე მხრივ მოწოდება სახელმწიფოს მიმართ ასაკურველია კარგი რამაა და აუცილებელი რამაა, ხო? ჩვენ თუ სახელმწიფოზე ზეწოლა არ მოახდინეთ მათ შორის იმის მოწოდებით, რომ აღკვეთოს ზალადობა, ხო? ასაკურველია ზალადობა არასდროს არ აღეკვეთება. მესამე რამ რაც უნდა მოხდეს, ეს არის მე ასე ვიტყოდი, რომ ობიექტური პროცესი, რომელსაც ცალკეული ინდივიდების ძალისხმევა მხოლოდ ვერ შეცვლის, ეს პროცესი თავისთავად მოიტანს შედეგებს და რას გულისხმობ? ახლა საქმე ის არის, რომ რაც არ უნდა დიდი იყოს რომელიღაც რელიგიური ინსტიტუტის გავლენა, შეუძლებელია დღევანდელ საქართველოს მდგომარეობაში არსებული ქვეყნისათვის არსებობის მეტნაკლებად მისაღები ფორმა თუ არა როგორც ლიბერალური დემოკრატიისა. რასაკვირველია, ჩვენ შეიძლება აღარ ვარსებობთ როგორც სახელმწიფო და ის იყოს ტერიტორია პალესტინის მსგავს. მაგრამ თუ საქართველოს მოსახლეობა მოისურვებს მეტნაკლებად მისაღებს საზოგადოებაში ცხოვრებას, მას არ იქნება სხვა გამოსავალი თუ არა მონახოს ლიბერალური საზოგადოება. შეიძლება ეს მოხდეს უფრო ადრე, შეიძლება უფრო გვიან, მაგრამ აი ეს ფუნდამენტური ოპტიმიზმი მე მაქვს ნამდვილად, უბრალოდ ჩვენი აქტივობა იმისათვის, რომ ეს დავაჩქაროთ. ასე ვქო, გარანტია არ არსებობს, მე ისე ვიმეორებ, არსებობს შესაძლებლობა, რომ სახელმწიფო გაქრეს და პალესტინასავით გადავიქცეთ რაღაცა იქ საომარ ადგილად, ხო? უბრალოდ მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ სწორედ იმ ძალიან დიდი მეხსიერების გამო, კულტურული მეხსიერების გამო, რომელიც ჩვენ გვაქვს, ჩვენ ამას არ დაუშვებთ და სხვა პოლიტიკური ფორმა დღეს არ არსებობს. და პლუს ამას ჩვენ არ გვაქვს არანაირი რესურსი, რომ ხანგრძლივი ექსპერიმენტები ვატაროთ სხვა პოლიტიკური ფორმების თაობაზე. მონარქია იქნება ის თუ მაგალითად ხანგრძლივი ავტორიტარიზმი. ხო, შეუძლებელია ხანგრძლივი ავტორიტარიზმი, მას ჭირდება რესურსი, რომელიც ამ ქვეყანას არ აქვს. ამ ქვეყანას ჭირდება განვითარება და განვითარება მოდის მხოლოდ თავისუფლების შედეგად. ამიტომაც ვისაც არ უნდა ეგონოს, რომ ავტორიტარიზმი ეგ იქნება ეს მოდერნიზაციის მომხრე თუ მოდერნიზაციის წინააღმდეგი ხელისუფლება, შეუძლებელი იქნება ეს, ხო? იმიტომ რომ ამ ქვეყანას სხვა რესურსი არ აქვს, გარდა იმისა, რომ ნავთობი არ აქვს, მეზობლებთან. კი ბატონო, ზუსტად რამდენიმე ჩვენ მეზობელს რაც აქვს და შესაბამისად მათ მიმართ შეიძლება ბევრ თუ პესიმისტურად ვიყოთ განწყობილი რაც შეეხება მათ განვითარებას, ვიდრე ჩვენი ქვეყნის მიმართ, ხო? ამიტომაც მე მაინც მგონი, რომ ფუნდამენტური შეაძლებლობა ამ ქვეყანაში ჩამოყალიბდეს სახელმწიფო იძლევა მხოლოდ ერთ ფორმას და ეს არის ლიბერალური სახელმწიფოს ფორმა. ჩვენი აქტივიზმით უბრალოდ ჩვენ შეიძლება მხოლოდ დავაჩქაროთ მისი განხორციელება და ხელი შევუწყოთ ამას, იმიტომ რომ სხვა ალტერნატიული მოდელი დღეს მიუხედავად ასე ვთქვათ სხვადასხვა იდეოლოგიების და რელიგიური თუ არა, უბრალოდ არ არსებობს. და მხოლოდ აი ამ ლიბერალური სახელმწიფოს ფორმის არსებობის შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია რაღაც ალტერნატივებს ვილაპარაკოთ. უყო როგორც ჰიპოთეზებზე, რომლის მიმართულებით შეიძლება ვიმოძრაოთ თუ არ ვიმოძრაოთ. ყოველ შემთხვევაში, სანამ ეს სივრცე არ ჩამოყალიბდება, მანამდე ჩვენ ყველანაირი ძალისხმევა უნდა ასე ვთქვათ გამოვიჩინოთ და ლაპარაკია უკვე მე არ ვლაპარაკობ ყველაზე თუ სახელმწიფოს, მე ვაკეთებ თითოეულ ჩვენგანზე, მათ შორის იმიტომ რომ სახელმწიფო ვაიძულოთ ამ მიმართულებით იმოძრაოს, მაგრამ გარდა ამისა კონდეს ეს ოპტიმიზმი, რომ უბრალოდ სხვა გამოსავალი არ გვაქვს. ჩვენ რომელიც გვინდა სხვა გამოსავლის მონახვა, მას მოვნახავთ მხოლოდ რამდენიმე წლის განმავლობაში და შემდეგ მაინც დაუბრუნდებით იმ გზას, რომელსაც ამ წუთში შემეს ალტერნატივა არ აქვს.
ეს იყო რაღაც ლიბერალური შთამაგონებელი ჰომილია, ხო? თქვენი მხრიდან დიდი მადლობა აი ამ სიტყვებისთვის, აი ამ რეფლექსიისთვის, რაც ჩვენ აქვს გქონდა. იმედი ვიქონიოთ, რომ ერთი მარშრუტკა ხალხი კი ვართ, მართალი ბრძანდა. მე მგონი ახლა ბევრად უფრო მეტი ვართ, ვიდრე იმ დროს, როცა ეს გამოიდგა. ახლა ეს ავტობუსი გამოიდგა. ხო. მაგრამ ძალიან როგორც ერთმა ჩემმა მეგობარმა თქვა, 0% ვართ, მაგრამ ხმაურობთ და ეს უკვე არის რაღაც ოპტიმიზმის წყარო, იმიტომ რომ NDI-ს კვლევაში, ერთ-ერთ კვლევაში წინა წელს იყო, რომ კათოლიკოს პატრიარქის ქმედებებს ცუდად აფასებდა მხოლოდ 0%, ანუ 1%-ზეც ვერ ავიდა, ხო? ეს კვლევა რამდენად შეიძლება იყოს ინდიკატორი რამის, არ ვიცი, მაგრამ მაშინ ეს ხუმრობა დაიბადა, რომ 0 ვართ და ვხმაურობ და ეს უკვე არის წარმატება. დიდი მადლობა სტუმრობისთვის, მე იმედს ვიტოვებ, რომ კვლავ იქნებით ჩვენი სტუმარი, მე წარმატებებს გისურვებთ, იმიტომ რომ მართლა აი ამ თვალს რომ მოვავლებ ხოლმე ჩვენს საზოგადოებას ერთ-ერთი ადგილი, სადაც რომელიც იმედს მაძლევს, მათ შორის არის ილიას უნივერსიტეტი და მე მინდა რომ ამ უნივერსიტეტს ჰქონდა ძალიან ბევრი წარმატება, ისე როგორც მის სტუდენტებს და მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი ხელმძღვანელობის ქვეშ ეს ასეც მოხდება. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. საუბარი რელიგიაზე ამით დასრულებულია, ჩვენ ერთმანეთს მომავალ 4 შაბათს შევხვდებით. გმადლობთ რომ გვიყურეთ და არ დაგავიწყდეთ მოიწონოთ ჩვენი Facebook გვერდი.